Ბიზნეს სექტორის ერთი ნაწილი აქამდე ყველაფერ რუსულს გმობდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსეთთან ბიზნეს თანამშრომლობა მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. მათი თქმით, ბიზნესი თავისუფალია და შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერ ქვეყანასთან თანამშრომლობა. Компания Ევროკავშირთან ვაჭრობს, ზოგიერთი კომპანია რუსეთთან, ზოგიერთი კავკასიაში, ზოგიერთი ცენტრალურ აზიაში, ზოგიერთი ჩინეთთან. ანუ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ბიზნეს სექტორი ძალიან დივერსიფიცირებულია და თითოეული კომპანია თვითონ ირჩევს, როგორ ივაჭროს, ვისთან ივაჭროს. მე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ბიზნეს ურთიერთობა აქვს რაღაცა ნაწილი ბიზნეს ოპერაციების რუსეთთან აქვს, ჩვეულებრივ ამბავია, ხო, არც აკრძალული არის რუსეთთან ვაჭრობა. ბიზნესი არის თავისი აზრიერება. იქ რაც მე ხელმი მოვაწერე, იქ არის ორი პუნქტი, მარტო თქვენს გადაცემით. საქართველოს თავისუფალი ქვეყანა. რეალურად ვაჭრობს იმ ქვეყანასაც, რომელიც ჩვენი ქვეყანა ირჩევს. მე გითხრათ, მე შემოგდა არ შემოგდა. რამდენად სწორია? რამდენად სწორია თქვენთვის, როდესაც პროევროპულობაზე საუბრობთ და პარალელურად ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობთ? ყველა ფარმაცევტული კომპანია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, აგრეთვე რეგიონშიც ევროპულ პროდუქციას იღებდნენ რუსეთში განლაგებული ლოჯისტიკური საწყობებიდან. აღსანიშნავია, რომ ყველა კომპანიას და მათ შორის ჩვენს კომპანიასაც გააჩნია პირდაპირი კონტრაქტები ამ ევროპულ ბრენდებთან, მაგრამ ლოჯისტიკური მომარაგება ხდებოდა რუსეთის გავლით. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს რეალურად, რომ მათ აქვთ უბრალოდ პოლიტიკური მიკერძოება და ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და თან არ გმობენ მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელთაც არის მოთხოვნილი რუსეთისთვის სანქციების დაწესება. როცა ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში სწორედ ბიზნესის რეგეთით გამოირჩეოდა, ეს არის რომ ვთქვათ გაუგებარი, თუმცა ამასაც შეიძლება ქონდეს ერთადერთი ახსნა, არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ კავშირები შესაბამის ძალებთან და ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცნობების დაბრუნებიდან, თუმცა რა თქმა უნდა ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი მხრიდან იქნება აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. ნათელი მაგალითია ორმაგი სტანდარტისა, ვითომ ვიღაცა სადღაც მიდის და ამ დროს არსად არ მივდივართ ვართ აქ საქართველოში და ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას. ევროინტეგრაციის გზა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერი კეთდება ამ მიმართულებით, თუ კი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში მოხდა და ნახეთ მეორე მხრიდან გვაშანტაჟებს, შეურაცხყოფას გვაყენებს ის ადამიანები, ან თუნდაც ბიზნესის წარმომადგენლები, ვისაც ყველაზე ახლო კავშირი აქვს რუსეთთან და რუსეთიდან პირდაპირ თანხებს იღებენ სხვადასხვა გზით. საკვები პროდუქტის დისტრიბუტორ კომპანია ლორგოს პროდუქციის 97% რუსეთიდან შემოაქვს. 2024 წელს მან რუსეთთან 15 მილიონი ლარის ივაჭრა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჯამში 50 მილიონი ლარის. იმისთვის რომ მას მრავალმილიონიანი ვაჭრობა ჰქონოდა, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ჩვენი კრიტიკის ლანძღვის პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დაუწესეთ რუსეთს სანქციები. იმისთვის რომ მისი მრავალმილიონიანი ვაჭრობა კიდევ უფრო სწრაფი ყოფილიყო, ხელისუფლებამ ჩვენი კრიტიკის ლანძღვის პრორუსობის ძახილის ხარჯზე არ დავკეტეთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან. და კარგიც ვქენით, იმიტომ რომ მოქმედებდით ქართული ხალხის და ქართული ბიზნესის ინტერესით და არა სხვების პოლიტიკური თუ სამხედრო დღის წესრიგით, რომელშიც ქართული ხალხი მხოლოდ მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია. ღმერთმა შეარგოს ყველას პატიოსნად მიღებული შემოსავალი, მაგრამ რუსეთში მრავალმილიონიანი ვაჭრობის ფონზე ნაცმოძრაობის ბიზნეს რეკეტიორის დაძახილზე პეტიციას რომ მოაწერ ხელს, მერე გახვალდა სკანდირებას დაიწყებ ორ ცხობილას არასდროს ერქმევა პეჩენია, არ მგონია პატიოსანის აქციელი იყოს. მათ ამოძრავებთ და ამოძრავებთ რეალურად ვიწრო პარტიული ინტერესები. ვიწრო პარტიული ინტერესები მეტი აბსოლუტურად არაფერი. აი ეს გამოჩნდა ამ ყველაფრისგან, ეს გამოჩნდა, ამას დიდი ხანია ჩვენ საუბრობდით და უბრალოდ ისინი არიან იმ ოპოზიციის ხარდამჭერები, რომლებიც არიან უკმაყოფილო არჩევნების შედეგები. ბიზნესის უკმაყოფილება ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში შეიძლება ქონდეს მხოლოდ ესეთ ბიზნესებს, რომელიც რეალურად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები.